ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა 5 ევროპულ ქვეყანას. ეს არის უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი და შემდგომ მადლობის პოსტი ასევე გამოქვეყნა პლატფორმა X-ზე, საქართველოს მთავრობის გვერდზე პლატფორმა X-ზე. მინდა მადლობა გადავუხადო 5 ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე. ვკითხულობთ გამოქვეყნებულ პოსტში, თუმცა თუ შენიშნეთ პლატფორმა X-ზე ამ პოსტს უკვე გაკეთებული აქვს ეგრეთ წოდებული community note-ი. ეს არის შენიშვნა პლატფორმა X-ის ადმინისტრაციისგან ისეთ პოსტებზე, რომელიც შეიცავს დეზინფორმაციას ან манипуляციას. ეს არის ტყუილი, რუმინეთის, იტალიის და ესპანეთის მთავრობები ეწინააღმდეგებიან ამ განცხადებას. ვკითხულობთ პლატფორმა X-ის შენიშვნის ფანჯარაში პლატფორმა X-ის, რომელიც ილონ მასკს ეკუთვნის. ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტი, სწორედ ამ განცხადებაზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააკეთა. ესპანეთი ძალიან მკაფიოდ გამოხატავდა თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში სამოქალაქო უფლებებთან, სავარაუდო დეზინფორმაციულ კამპანიასთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს იმ გადაწყვეტილებებს, რაც გუშინ საგარეო საქმეთა საბჭოს ხდომაზე მიიღეს. დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიისთვის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებით. ვკითხულობთ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პლატფორმა X-ზე, ასევე იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროც ვებგვერდზე აქვეყნებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით. იტალია კიდევ ერთხელ მკაფიოდ გმობს ბოლო კვირებში ქვეყანაში მომხდარ ყველა ძალადობას. მხარს უჭერს უმაღლესი წარმომადგენლის კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას, რაც წევრი ქვეყნების თანხმობის არარსებობის გამო დაიბლოკა. ჩვენი ქვეყანა ასევე დაეთანხმა დიპლომატიური ვიზების შეჩერების წინადადებას, რომელიც დაკმაყოფილდა ევროკავშირი უნდა დარჩეს ქართველი ხალხის გვერდით და იმედს გამოვთქვამთ, რომ თბილისის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რომლითაც ფაქტობრივად შეაჩერეს ქვეყნის ევროპული გზა, გადაიხედება. ვკითხულობთ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, ასევე რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა პლატფორმა X-ზე თავისი განცხადება. ღრმად იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტ წარმოჩენასთან დაკავშირებით. ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესისა და საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივ რეპრესიებზე. ვკითხულობთ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც შეთანხმდნენ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. ასევე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განიხილა შეხვედრაზე ქართული ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების საკითხი, თუმცა ეს საკითხი ჩავარდა, რადგან არ იყო შეთანხმება ამასთან დაკავშირებით. მანამდე ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაბლოკავდნენ და არ დაეთანხმებოდნენ ოფიციალური პირების მიმართ სანქციებს, განცხადება ამასთან დაკავშირებით მანამდე გააკეთა უნგრეთმა და სლოვაკეთმა.